მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. გუშინ სუსის ყოფილი უფროსი გიორგი ლუდაშვილი დაიჭირეს, დღეს კი უკვე მაღალ ფასებს ებრძვიან. ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი, გამოვიდა ვიდეო ჩაწერა და იმაზე, რაზეც აქამდე ოპოზიცია წუწუნებდა ხოლმე და არა მარტო ოპოზიცია, არამედ მოსახლეობა ჟურნალისტები ყველა საუბრობდა, რომ სუპერმარკეტებში და ზოგადად ჩვენთან ფასები პროდუქტებზე გაცილებით ძვირია ვიდრე ევროპაში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს და ამაზე პასუხი ყოველთვის იყო, რომ სხვანაირად არ გამოდის, აქ რაღაც ტრანსპორტირება ჭირდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დღეს აღმოჩნდა, რომ თურმე ასე მართლაც ასე ყოფილა და როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, აქ შეიძლება რაღაც ეჭვი იყოს კარტელურ შეთანხმებაზე და ასეთ რამეებზე. პრემიერ-მინისტრი ითხოვს რომ დაიწყოს პროკურატურაც კი დაინტერესდეს ამით და მოიკვლიოს რასთან გვაქვს საქმე. ასევე თხოვს პარლამენტს, რომ კომისია შექმნას ამის გამოსაკვლევად. არ ვიცი, როგორც მე ვიდეოში ჩანდა, ფაქტობრივად ყველაფერი შესწავლილი ქონიათ, რა პროდუქცია რა ღირს და რამდენია ფასნაბატი და პარლამენტმა კომისიამ რა უნდა შეისწავლოს არ ვიცი, მაგრამ ამ ეტაპზე ვართ დღეს, რომ პრემიერ-მინისტრი ითხოვს, რომ ახალი წლის მერე სუპერმარკეტებს და დისტრიბუტორებს, იმპორტიორებს შეიძლება ცუდი დღე გაუთენდეთ. ვასო ურუშაძე არის ჩვენი პირველი სტუმარი, ნაციონალური მოძრაობის ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი. მოგესალმებით, ვასო. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიდრე ლილოაშვილის თქვენ საერთოდ ზოგადად ლილოაშვილის თემას ლაპარაკობთ დაგიძახეთ, მაგრამ წამოგვეწია ეს თემა, ასე ვთქვათ, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა. მაინტერესებს ეთანხმებით პრემიერ-მინისტრს, რომ ძვირი ფასებია ევროპასთან შედარებით ჩვენთან. სანამ პრემიერ-მინისტრი მაგ განცხადებას გააკეთებდა, ჩვენ არაერთი წელია უკვე ამ საკითხზე ვსაუბრობთ ამ პრობლემაზე. მეტი არაერთი საარჩევნო კამპანიის პერიოდშიც კი 24 წლის საპარლამენტო არჩევნებს გულისხმობ, გქონდა კონკრეტული საარჩევნო დაპირება, კონკრეტული კამპანია, ჯერ კიდევ ლევან ხაბეიშვილი, როცა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე მას გვახსოვს, რომ პარლამენტში ქილიკით და ცინიკურად ესე ვთქვათ მიუთითებდნენ, რომ ბაზარში სიარული დაიწყე და რაღაც აგდებულად იმ კამპანიას, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი ძალიან პროფესიონალურ დონეზე აწარმოებდა. კი ბაზარში დადიოდა, მაღაზიებში დადიოდა და სწორედ საუბრობდა ამ პრობლემაზე, რომელიც უკავშირდებოდა გაზრდილ ფასებს. გაზრდილი ფასი შეიძლება იყოს სხვადასხვა მიზეზის გამოწვეული, თუმცა უსამართლო ფასები, რომელიც დღეს საქართველოში არის, პირდაპირ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის და დღეს ჩვენ ვნახეთ პრემიერ-მინისტრის განცხადება, ეს რო ყოფილიყო ოპოზიციური ლიდერის განცხადება, იქნებოდა კარგი განცხადება, უბრალოდ არაკომპეტენტური. ესე შევაფასებთ. არაკომპეტენტური. აი, არაკომპეტენტური, იმიტომ რომ ბევრი საკითხი, რომელსაც ის შეეხო, აცდენილია რეალობას. შეიძლება ოპოზიციის ლიდერმა რაღაც არაკომპეტენტური, არაინფორმირებულობიდან გამომდინარე განცხადება გააკეთა, რომ ხარ პრემიერ-მინისტრი და საუბრობს. იმიტომ რომ მხოლოდ ისრების გადატანა იმპორტიორებზე, დისტრიბუტორებზე და ასე ვთქვათ, ქსელურ მარკეტებზე არასერიოზულია. იმიტომ რომ ეს დგენელი, ფასთან დგენელი, ან სხვადასხვა კომპონენტებიდან შედგება და ერთ-ერთი სხვათა შორის არის სახელმწიფო პოლიტიკა საგადასახადო ნაწილში და ბევრი სხვა რეგულაცია, ნებისმიერი ხელისუფლების მხრიდან ჩარევა პირდაპირ აისახება ფასის წარმოქმნაზე. და ის რომ დღეს არსებობს კარტელური გარიგება და არის მონოპოლიები, ჩვენ ამასთან დაკავშირებით წლებია ვსაუბრობთ და ეს მონოპოლიები სწორედ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ჩამოყალიბდა. და ჩვენ როცა ეხლა მარტივად შეგვიძლია ავიღოთ ნებისმიერი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც ძირითადი, ესე ვთქვათ, პროდუქტების დისტრიბუტორი არის და ექსკლუზიური წარმომადგენელი, არ ჩამოვთლიათ დასახელებებს, ავიღოთ ქსელური მარკეტები, ნებისმიერი ერთეულების გამოკლებით შეიძლება ესე ვთქვათ, მათი დამფუძნებლები ან დირექტორი თითქმის ყველა შემთხვევაში არის ქართული ოცნების შემომწირველი. და თან ეს შემოწირულობა არ არის 2000 და 10000 ლარი არის 60000, 100000 ლარი და ასე შემდეგ. ანუ თუ
ეს კომპანიები, რომელი კომპანიების ბაზარზე ოპერირებენ და აქვთ წარმატება, რასაც აღნიშნავდა ირაკლი კობახიძე, რომ აი ბოლო პერიოდში გამრავლდა მათი რაოდენობა და გაიზარდა მათი მოგება და ისინი არიან მართველი პარტიის შემომწირველები, ამ შემთხვევაში პირდაპირ ჩანს პოლიტიკური კორუფციის კლასიკური მაგალითი. ანუ ეს არ არის ახალი წლების განმავლობაში ეს კომპანიები კარტელული გარიგება იქნებოდა ეს მონოპოლიების ხელოვნურად შექმნა თუ სხვა ახდენდნენ კომერციულ საქმიანობას, რომელიც ნეგატიურად აისახებოდა პროდუქციის ფასზე, ანუ ზრდიდა პროდუქციის ფასს, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ბჭყალებში მფარველობის ან უბრალოდ ამ პრობლემის არაღიარების და თვალის დახუჭვის სანაცვლოდ ფულს უხდიდნენ ქართულ ოცნებას. სხვა შემთხვევაში ეს არ აიხსნება, ხო მე არ მჯერა და ვერავინ ვერ დამარცხნილებს. რატო გადაწყვიტა მაშინ მათ თავს დაესხას? ხო, ეს ძალიან საინტერესო შეკითხვა არის, რატომ მოხდა ეს, რომ თავს ესხმის ახლა დღეს ფაქტობრივად ირაკლი კობახიძე ამ კომპანიებს და ხელისუფლების როლზე არ საუბრობს არც კორუფციულ ინტერესებზე, არც მონოპოლიაზე. ჩვენ გვაქვს კონკურენციის სააგენტო, რომელიც 2014 წელს შეიქმნა, რომლის ფუნქცია მოვალეობაც სწორედ ეს არის, რომ მუდმივ რეჟიმში აკონტროლოს ფასები, იქნება ეს სურსათი პროდუქცია, ავტოპროდუქტები თუ ნებისმიერი სხვა და თუ ხედავს და ჩანს, რომ კარტელული გარიგება ფასები არის ხელოვნურად გაზრდილი, შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს. ამას არ ჭირდება რაც განსაკუთრებული პრემიერ-მინისტრის ჩარევა და პარლამენტში კომისიის შექმნა. არსებობს უწყება, არსებობს ორგანო, კონკურენციის სააგენტო, რომელმაც ეს პროცესი მუდმივ რეჟიმში უნდა არეგულიროს. ანუ რა გამოდის, რომ ირაკლი ლექვინაძე თავის თანამდებობაც ბოროტად იყენებდა და თავისი გულგრილობით ამდენი წლის განმავლობაში ეს ყველაფერი შეუმჩნეველი დარჩა. ხო? ლოგიკურად მივყვებით, პირველ რიგში კომისია თუ შეიქმნება პარლამენტში, ირაკლი ლექვინაძე უნდა დაკითხონ და კითხონ, რომ ამდენი წლის განმავლობაში თუ კონკურენციის სააგენტო ხედავდა, რომ ბაზარზე არ იყო ჯანსაღი კონკურენტული გარემო, ეს კომპანიები ხელოვნურად ახდენდნენ ფასების შეთანხმებას და გაზრდას და კარტელული გარიგება იყო, რაც ეკეთებდა კონკურენციის სააგენტო. ანუ და კიდევ უამრავი სხვა დეტალი, რაც ეკეთებდა ანტიკორუფციული ბიურო, ანტიკორუფციული სააგენტო, როცა ხედავდა, რომ ყველა კომპანიის დამფუძნებელი შემომწირველი არის ქართული ოცნების და ამაზე ხმას არავინ არ იღებდა. რეალურად მაყურებელმაც რომ გაიგოს, რასთან გვაქვს საქმე, ეს არის კლასიკური გაგებით, ესე ვთქვათ, პროპაგანდის წარმოება და манипуляция საინფორმაციო ანუ რეალურად არაფერს არ აპირებენ? ჩვენ გვაქვს გამოცდილება. მაგალითად, მე ძალიან ესე ვთქვათ, გულდასმით ვაკვირდებოდი რამოდენიმე წლის წინ, ზუსტად წელს ვერ გავიხსენებ, შეიძლება 5-6 წლის წინ იყო, კონკურენციის სააგენტომ გადაწყვიტა დიდი გახმაურებული განცხადებით, რომ დაიწყო მოკვლევა ნავთობპროდუქტების ბაზარზე, ნავთობკომპანიების, ნავთობიმპორტიორი კომპანიების შესწავლა, რომ კარტელული გარიგება და ხელოვნურად არის გაზრდილი ფასი. ეს პროცესი ძალიან საინტერესო იყო. თითქმის 1 წელი დაჭირდა კონკურენციის სააგენტოს მოეკვია ეს ყველაფერი. ეს სადღაც 15-16 წლებში, ალბათ ან 17 დაახლოებით ეს პერიოდია, ზუსტად თარიღი რო არ შევცდე, თუმცა წლების წინ იყო. დააჯარი მეს კიდეც 5 მილიონი ლარით ეს ან დადგინდა, რომ ნავთობპროდუქტების ბაზარზე ადგილი ქონდა ხელოვნურად ფასების ზრდას, იყო კარტელური შეთანხმებები და ჯარიმაც დაუწყეს. და ამის შემდეგ პარლამენტმა ნაცვლად იმისა, რომ გაეჯანსაღებინა გარემო, ანუ კონკურენციის დონე აემაღლებინა, კანონპროექტი მიიღო, რითაც იმპორტიორი კომპანიები ნავთობპროდუქტების იმპორტზე მაქვს საუბარი შეზღუდა. ადრე თუ ნებისმიერ კომპანიას შეეძლო შემოიტანა ქვეყანაში ნავთობპროდუქტი და ეს არაბრენდირებულ ბენზინგასამართი სადგურებისთვის მიეწოდებინა გვერდის ავლით იმ 5 გიგანტი კომპანიის, ხო? ეს ჩაკეტეს ფაქტობრივად, დაუწეს ეს, რომ თუ 20-მდე ბენზინგასამართი სადგური არ გაქვს, თუ ანგარიშზე მილიონობით ლარი არ გაქვს საგარანტიო და რაღაც სხვა რეგულაციები, ვეღარ შემოიტანდი ქვეყანაში საწვავს. ანუ რა გააკეთეს? ერთის მხრივ თავს დაესხნენ დიდ ნავთობიმპორტიორ კომპანიებს და მერე მიიღეს კანონი, რომელიც პირდაპირ მათ წისქვილზე ასხავდა წყალს. ანუ მათ მონოპოლიას კიდევ უფრო ამყარებდა. ეს იყო ერთგვარი მანევრი, ერთის მხრივ
თავს დაესხნენ, სადღაც შუაში მოხდა მათ შორის გარიგება, მოლაპარაკება, წილების გადანაწილება და ასე შემდეგ და შემდეგ ამ კომპანიების მოთხოვნის საფუძველზე პატარა მოთამაშეები და პატარა იმპორტიორები ბაზრიდან განდევნეს. დაახლოებით იგივე სცენარია ეხლა თავს ესხმიან ამ კომპანიებს, სავარაუდოდ ელოდებიან შემდეგ დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებებს, ამათთან მოხდება გადანაწილება, გადმონაწილება, იმიტომ რომ ეს უკავშირდება სხვათა შორის ლილუაშვილის, ღარიბაშვილის და იმათ кейსს, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ხედავთ ხო რა მასშტაბის კორუფცია იყო და თითოეული ხა შეიძლება ღიად და საჯაროდ არავინ არ ელაპარაკოს ამაზე, მაგრამ წიწიბურასაც ვერ შემოიტანდი ქვეყანაში, თუ მაგალითად ხელისუფლებასთან დაახლოებული არ იყავი, არ ქონდა კონკრეტული ინტერესი ვინმე ჩინოვნიკს და რაღაც არ უკავშირდებოდა ეს ან ლილუაშვილის კლანს, ან ღარიბაშვილის კლანს, ან ასე შემდეგ. ვლადიმერ ხუნდაძე, რომელიც არ არის დაპატიმრებული, თუმცა ძებნა ამაზე გამოცხადებული, საბაჟოს აკონტროლებდა, პირდაპირ კადრი იყო გრიგოლ ლილუაშვილის და ვერც ერთი პროდუქტი ქვეყანაში ვერ შემოდიოდა და ვერ გადიოდა, სანამ ვლადიმერ ხუნდაძესთან არ შეთანხმდებოდა და კონკრეტული წილი და ინტერესი მასთან არ მიდიოდა და ეს ვერტიკალი რა თქმა უნდა ადიოდა გრიგოლ ლილუაშვილთან და ტოტალური კონტროლი იყო ნებისმიერ აი ვერც ერთ საქმეს, ვერც ერთ ბიზნესს, ვერც ერთ პროდუქციას ქვეყანაში განსაკუთრებით როცა მასიური მოხმარების არის აქ საუბარი არის წინწიბურა, კვერცხი და ასე შემდეგ, ვერ შემოიტანდი თუ არ იქნებოდი აი ამ კორუფციულ სქემაში ჩართული და დიდი ალბათობით ეს იმდენად ფართედ იყო გადგმული ფესვები, რომ თავი და ბოლო სავარაუდოდ ეხა ვეღარ იპოვეს, ვის სად რა ინტერესები აქვს, ვის წინწიბურაში, ვის ზეთში, ვის კვერცხში და ასე შემდეგ და ეხა დაიწყეს აი თითქოს როგორც ავტოპროდუქტების შემთხვევაში მოხდა ეხა შესწავლა და ამ შესწავლის პროცესში ისევ დაიწყებენ ახალი, ესე ვთქვათ, ფურცლიდან ამ კორუფციულ შეთანხმებებს, გადანაწილებას, ვიღაცას წაართმევენ, მისცემენ მეორეს და ასე შემდეგ. ანუ არსობრივად არაფერი არ შეიცვლება სამწუხაროდ, იმიტომ რომ ამის პრაქტიკა გვაქვს. გვახსოვს ასევე ან კონკურენციის სააგენტოს გახმაურებული განაცხადი პურის ფასთან დაკავშირებით. რომ შესწავლა დაიწყო კონკურენციის სააგენტომ, რომ ასე პურის ფასი რატო გაიზარდა. და დღემდე ანუ ფაქტობრივად ვერც დაასრულეს, ვერც ხო, ეს იყო ანუ ეს კამპანიური ხასიათის კამპანიას ამაზე რომ მოვიდა დაბრუნდა თავარი ამბავი ამ სუპერმარკეტებს და ფასებზე ატეხა და იყო რაღაც ესე დაავალა მოკლება ისა შეხვდა და მერე თქვა რომ აიო ვილაპარაკეთო გავარკვეთო და სააქციო ფაზებიო იქნება დაბალიო თუ რაღაც ეგეთი აქციებს უაცხადებენ ხო ანუ სინამდვილეში ფასების კონტროლი არის წარმოუდგენელი ანუ ფას ხელისუფლება ვერასდროს ვერ გააკონტროლებს ხელისუფლება უნდა გააკონტროლოს ჯანსაღი კონკურენცია და უნდა გააკონტროლოს ის რომ მონოპოლია არის მონოპოლია ვერ იქნება ბუნებაში მონოპოლია ვერ იარსებებს თუ არ არის კორუფცია ეხა თუ ნებისმიერ მეწარმეს შეუძლია რომ მონოპოლიანებული არ არის ოლიგოპოლია თუ კარტელული გარიგები ანუ ერთ ბევრნი არიან მაგრამ ერთ-ერთი შეთანხმებული არის მაგრამ ამ ამათი შეთანხმების საფუძველი მდგომარეობს კორუფციულ გარიგებაში შე როცა ხელისუფლება გაძლევს იმის საშუალებას ეს ხდება იმ შემთხვევაში თუ აი კონკრეტული აი შემოწირულობა ავიღოთ პირდაპირ თუ გინდა არაოფიციალურად მიგაქვს ვიღაცასთან ფული ეს ხო საბოლოო ჯამში აისახება პროდუქციის ფაზზე ის რომ 100,000-ობით ლარს წირავენ ეს ორი ნაბიჯი იქნება თუ ნებისმიერი სხვა კომპანია ვერიდები მაინც დასახელებისგან რა არ მინდა იმიტომ 100,000-ობით ადამიანი მუშაობს რაღაცა ისე აი ნებისმიერი ექსელური მარკეტის მეპატრონე 100,000-ობით ლარს წირავს ქართულ ოცნებას თქვენ ვინმე წარმოუდგენია რომ ის იმპულს საკუთარი მოგებიდან იღებს და ჯიბიდან და არ გეგმავს ისე წელს რომ აისახოს პროდუქციის ღირებულებაში თავისთავად და შემდეგ ხა მომხმარებელი ჯიბიდან იღებს რა თქმა უნდა მომხმარებელი თავის მოგებას არავინ არ მოიკლებს და თავისი ჯიბიდან არავინ არ მოიღებს რომ შესწიროს ფული ქართულ ოცნებას შეწირეს იმიტომ რომ მიიღეს კონკრეტული შესაძლებლობა რომ თუნდაც კარტერული გარიგება კონდეთ შეთანხმება თუ ბაზარზე ვინმე გამოჩნდა და იაფი პროდუქტი შემოიტანა ეხლა როგორ ხდება რომ აუხსნათ მაყურებელს ანუ პრაქტიკაში ეს ყველაფერი ხო აი არის 5, 6, 7 კომპანია, რომელიც შეთანხმებულად არიან მონოპოლისტები, ოლიგოპოლიური გარიგება არის, ყველა შემოაქვს რაღაც კონკრეტული პროდუქცია, იმას შემოაქვს თამბაქო, იმას შემოაქვს წიწიბურა, ვიღაცას შემოაქვს ზეთი, ვიღაც სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე არის და ამ დროს ახლა გამოჩნდა ვიღაც
პირი, კომპანია, რომელსაც გადაწყვიტა, რომ ესენი ისეთ ფასში ყიდიან, რომ მე მიღერ შემოვიტანო ანალოგიური პროდუქცია, გავყიდო უფრო დაბალ ფასში, უფრო ნაკლები მქონდეს მოგება და კონკურენცია გაუწიო არსებულ დისტრიბუტორ და ქსელურ კომპანიებს. მაშინვე აინთება წითელი ღილაკი, ასე ვთქვათ. ხო და ხა, ამის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლო ამბობს, ხო ბახო. ხო და ეს არის საუბარი. ეს არის საუბარი და არა მოქმედება და ანუ ჯერ ზოგადად ხელისუფლება, რომელიც დაკავებული არის სწორედ პრობლემის მოგვარებით, იწყებს კონკრეტული საქმით და აი ეს ახლა რომ დაიწყო მართლა კონკურენციის სააგენტოს მოკვლევა, კონკურენციის სააგენტოს გაეკეთებინა ანგარიში, წარედგინა პარლამენტში და აი ესე ქვემოდან წამოსულიყო, ხო? დამაჯერებელი იქნებოდა, რომ მართლა რაღაცა სახელმწიფო სისტემები მუშაობენ და იკვლევენ და რაღაც პრობლემა დაფიქსირდათ, რომ პრემიერ-მინისტრი პრეს-კონფერენციას რო ატარებს და ვიდეო რგოლს რო წერს, ეს ადასტურებს იმას, რომ უბრალოდ არის საჩვენებელი PR კამპანია, ნახეს კვლევები ატარებენ, რომ ადამიანებს მართლა აწუხებს ეს პრობლემა, მართლა უდიდესი პრობლემა არის, წარმოუდგენელია საქართველოში რომ ფასები არის სასურსათო, მათ შორის მომსახურების სფეროში, არ ვიცი, სარესტორნო ავიღოთ, ევროპის არც ერთ, ისეთ კურორტებზე არ არის, მაღალი დონის კურორტებზე ის ფასები, რა ფასებიც არის თბილისში და ბათუმში და საქართველოში აღარ მაქვს საუბარი გუდაურზე და ისეთ ტურისტულ ზონებზე, სადაც წარმოუდგენელად გაზრდილი და გაბერილი, კატასტროფულად გაბერილი ფასები არის. აქედან გამომდინარე, ეს ერთი რომ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხზე აისახება ნეგატიურად, იმიტომ რომ ადამიანი ხო როცა ფასები იზრდება, ის იძულება ხა პური უნდა იყიდოს ყველა ადამიანმა, კვერცხი უნდა იყიდოს, ციციბურა უნდა იყიდოს, ამას ვერ მოიკლებს. უბრალოდ მისი ხარისხი ცირდება ცხოვრების, მაგალითად თუ გასული წლების განმავლობაში ყიდულობდა ციციბურას, კვერცხს, პურს და ფული იმის რჩებოდა, რომ დასასვენებლად წასულიყო, დღეს უკვე ისე ცხოვრობს, რომ ფული აღარ რჩება, რომ დასასვენებლად წავიდეს, ან ცხოვრების ხარისხი მცირდება და უარესდება დღიდან დღემდე გაზრდილი ფასების გამო და ამას ხელისუფლება პირველ რიგში დაინტერესებული უნდა იყოს, რომ ცხოვრების ხარისხი გაზარდოს. ფასი კი არ არის პრობლემა. ფასი საერთოდ არ იქნებოდა პრობლემა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების შემოსავალი, რომ 5 ჯერ მეტი იყოს, ვიდრე დღეს არის. ანუ პრობლემა არის ცხოვრების ხარისხი. ლილაშვილის თემაზეც მინდა რომ მოვასწროთ, ვისაუბროთ, რას უკავშირებ ამ ამბებს, შენ წლებია კორუფციას იკვლევ და საუბრობდით ხო ლილაშვილის კორუფციულ სქემებზე და ანუ აგერ დაიჭირეს. რა შესაბამისად რა გაქვთ საპრეტენზიო ამ შემთხვევაში მთავრობასთან? ხო, ძალიან საინტერესოდ მიდის მოვლენები ფაქტობრივად აი წლების განმავლობაში ჩვენ რა კამპანიაც ჰქონდა კორუფციის ნაწილში, რაზეც საუბრობდით, იქნებოდა ეს კოლ-ცენტრები, იქნებოდა ენერგეტიკის სექტორში კორუფცია, ინფრასტრუქტურის სამინისტროში კორუფცია, თბილისის მერიაში კორუფცია, ყველა მიმართულებით დრო და დრო ეს დასტურდება და აღიარებულია ხელისუფლების მიერ. ჩვენ გვახსოვს ლევან ხაბეიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აქტიურად დაიწყო საუბარი თაღლითურ კოლ-ცენტრებთან დაკავშირებით, შემდეგ ჩვენ ანტიკორუფციული მოძრაობის ფარგლებში არაერთი კონკრეტული ესე ვთქვათ, მისამართი გვიმხელია, მივსულ ვართ რეპორტაჟების მთელი კასკადი არსებობს, სადაც მივდივართ და კონკრეტულ მისამართზე ვამბობთ, რომ აქ არის თაღლითური კოლ-ცენტრი, მიმდინარეობს ტრანსნაციონალური დანაშაული, მიგვიმართავს საგამოძიებო უწყებებისთვის, თუმცა რეაგირება იყო ნული და მეტიც აქეთ ბრალი დაგვდეს და სასამართლოში გვიჩივლეს ლევან ხაბეიშვილს, გრიგოლი ლუაშვილმა უჩივლა და სულიერი ტკივილი სანაცვლოდ ერთი ლარი მოთხოვა და მისგან განსხვავებით ჩვენ ანტიკორუფციულ მოძრაობას, მე ლაშა ფარულავას და თვითონ ორგანიზაციას უჩა მამაცაშვილმა ასევე გვიჩივლა ცილის წამების გამო და 150.000 ლარს ითხოვდა. ნუ 150.000 ლარს რომ მიიღო სულიერი ტკივილი განიცადა და მორალური ესე ვთქვათ ზიანი სასანაზღაურებლად მას 150.000 ლარი სჭირდებოდა და იქ იყო ორი კომპონენტი, ერთი ეხებოდა კოლ-ცენტრების საქმეს და ჩვენ რომ საუბრობდით უჩა მამაცაშვილი პირდაპირ იყო ჩართული მისი გარემოცვით კოლ-ცენტრების ფარველობაში და მეორე ელექტროენერგიის იმპორტში, ესე ვთქვათ, შუამავალი კომპანიების არსებობა და კორუფციული ინტერესები. ესეც დაადასტურა კობახიძემ
რომეო მიქაუტაძე და მისი ეს დაქვემდებარებული ენერგეტიკის სექტორში მყოფი კომპანიები ფაქტობრივად თუმცა უჩამამაცაშვილს ახლა ჯერ არ შეხებიან. ყოველ შემთხვევაში ხო უჩამამაცაშვილი ჯერ არ დაუკითხავთ და ასე ვთქვათ კონკრეტული საქმის წარმოება მის წინააღმდეგ არ არის, თუმცა ალბათ როგორც ივანიშვილის ხო ოჯახის წევრი, თუმცა მე მაქვს ინფორმაცია, რომ ის ანუ დღეს აღარ არის, ვეღარ სარგებლობს ვერანაირი გავლენით და ვერანაირი უპირატესობით, როგორც ეს იყო მანამდე. და ყველა საინტერესო ის არის, რომ სამ ინსტანციაში ხო ამ საქმეებმა ისე გაიარა, რომ ჩვენ აი მაგალითად გიორგი ქობულია, თქვენს ეთერში იყო ეს ყოფილი მინისტრი ენერგეტიკის, რომელიც ადასტურებდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა თანამდებობიდან წავიდა, რომ დიახ, ენერგეტიკის სექტორში არის პრობლემა, არსებობენ შუამავალი კომპანიები და ჩვენ როცა მოსამართლეს ელემენტარული რამ ვთხოვეთ, რა ჩვენი უფლება იყო, რომ მოწმის სახით დაგვეკითხა გიორგი ქობულია, რომ იქნებოდა ეს ადამიანი მინისტრი იყო და ჩვენ რაზეც გვედავებით და ცილის წამებაში გვადანაშაულებ, ამ ადამიანმა თქვას, რომ კი, ნამდვილად ესე იყო და შუამავალი კომპანიები არსებობდნენ. და მოსამართლემ მოწმის სახიდაც არ დაიბარა, ანუ არ დაგვიკვაყოფილა, გოჩა დიდავა იყო ის მოსამართლე საქალაქო სასამართლოში, ანუ ამ დანაშაულებრივ სქემაში ლილუაშვილი კი არ იყო მარტო, ანუ მთელი ხელისუფლება იყო ჩართული და მე არ მახსენდება მაშინ პარლამენტში, სხვათა შორის ირაკლი კობახიძეც იყო და სხვაებიც იყვნენ დღეს ვინც არიან წარმოდგენილები ხო ქართული ოცნების ხელისუფლება და უმრავლესობა აი ამ პროცესში ისინი წარმოადგენენ ქართულ ოცნებას და უმრავლესობას, მაგრამ მე არც ერთი განცხადება საქართველოს პარლამენტში არ მახსენდება, თუნდაც ნეიტრალური რომ ანუ არც დაეცვათ და ანუ არც ბრალი დაედოთ და არც კითხვა და უმრავლეს შემთხვევაში პირიქით ჩვენ გვადანაშაულებდნენ და ამბობდნენ რომ ეს ცილის წამებლები არიან ირაკლი ღარიბაშვილი გვახსოვს მთავრობის ხდომაზე ხელს აბრახუნებდა რომ ანტიკორუფციული მოძრაობა არის პროვოკაციული მოძრაობაო და ცილის წამებით არის დაკავებული რომ კორუფციაში ყოფილვარ თურმე ჩართულიო და დრო გავიდა და ჩვენ იმის მოლოდინი ქონდა რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ყველაფერს ფარ დაიეხებოდა, მაგრამ ხელისუფლების ცვლილებას არ დაჭირდა უკვე მათი ადგილი, სადაც არის ხედავთ და ვინ იყო კორუფციაში და ვინ იყო ცილის წამებელი. მიზეზი რა არის? თვითონ რატო იჭერენ ერთმანეთს? მიზეზი ამ შემთხვევაში არის აი შიდა კლანური დაპირისპირება, ბიძინა ივანიშვილის ინტერესები, რომელიც თანხმდრაში აღარ მოვიდა იმ ადამიანებთან, რომელი ადამიანებიც თვლიდნენ, რომ როგორც ჩანს, თვლიდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის აბსოლუტური ძალაუფლება და ძალაუფლება ქართულ ოცნებაში არის დივერსიფიცირებული, ისინი წარმოადგენენ მაღალ თანამდებობებს, მათაც აქვთ მაღალი გავლენა, მათაც აქვთ დიდი ქსელი, მათაც ყავთ გავლენიანი თანამდებობის პირები ყველგან და მათაც შეუულიათ იყვნენ ულტრამილიონერები. აქ ხო არის საუბარი მილიონერი, რა ყოველი მეორე ჩინოვნიკია უკვე. აქ არის ულტრამილიონერობაზე საუბარი, ანუ ასეულობით მილიონი ლარი იშოვეს შეუულებრივად კორუფციული გზით და ერთის მხრივ ბიძინა ივანიშვილს უკვე უყურებდნენ არა როგორც აბსოლუტური ძალაუფლების მქონე პირს, არამედ როგორც თანაგუნდელს ბჭყალებში და როგორც ერთგვარი ანგარიშგასა თვითონ თვლიდნენ, რომ ანგარიშგასაწევი ფიგურები არიან, იმიტომ რომ ამბიციები გაუჩნდათ. ხო, შეგვიძლია ეს დავარქვათ, რომ ამბიციები გაუჩნდათ. ამასთან დაემთხვა ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო სანქციებში აღმოჩნდა, დიდძალი ფული მას გაუყინეს საბანკო ანგარიშებზე, ოფშორულ კომპანიებში, ვირჯინიის კუნძულებზე, სხვაგან და მან ჩათვალა, რომ რატო უნდა ყავდეს მის გუნდში ისეთი ფიგურები, რომელი ფიგურებიც შეიძლება ერთობლიობაში მასზე დიდ ფულს ფლობენ და რო ავიღოთ ახლა გომელაურიდან ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, რიჟვაძე, ქარცელაძე და სხვები რო შევკრიბოთ და ის ფული რა ფულიც მათ ანგარიშებზე, ოქროზოდების სახით ან რაიმე სხვა კაპიტალის სახით არსებობს, შეიძლება ბიძინა ივანიშვილის რეალურ კაპიტალს გაუთანაბრდეს ან მეტიც აღმოჩნდეს. ამიტომ ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ეს არის მისთვის პრობლემა. ერთის მხრივ ცდილობს ამ ფულის დაბრუნებას, ან გამომუშავებული მისი გადმოსახედიდან სამდროში მოპარული ფულის დაბრუნება საკუთარ კაპიტალში და მეორეს მხრივ ის ადამიანები, რომლებიც აღმოჩნდნენ მისი გადმოსახედიდან არასაკმარისად მორჩილები და ის თulis რომ უსამართლოდ, ანუ ბიძინა ივანიშვილსაც მუდმივად განცდა, რომ ის არის მაფიის ბოსი, მაფიის წევრებს შეუულიათ რომ გარკვეულ ზღვრამდე
კარგად იცხოვრონ, გამოიმუშავონ ფული, გქონდეთ სახლები, რა ყველაფერი პრინციპში ეს არც დაფარულიც არ ყოფილა ბოლო 13 წლის განმავლობაში, ხო? მეტიც მე როგორც ვიცი არსებობს პრეცედენტები, რომ თავად ბიძინა ივანიშვილი ჩუქნიდა სახლებს თანამდებობაზე დანიშვნის დროს უნიშნავდა არაოფიციალურ ხელფასს. ეს საინტერესოა ამ ჩვენებებს თუ მისცემენ გრიგოლი ლუაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი და სხვები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ რაღაც დროს მაინც და მან ჩათვალა რომ ეს საკმარისი იყო მისი მაფიის ესე ვთქვათ წევრებისთვის ის ფული რასაც თვითონ განსაზღვრავდა რომ მათ ეკუთვნოდათ თუნდაც კორუფციული გზით უნდა ყოფილიყო მათთვის საკმარისი მაგრამ ამ ადამიანებმა ჩათვალეს რომ მათ ხელში არის ძალაუფლება ისინი არიან პასუხისმგებელი ყველაფერზე მათ შორის ფარცხალაძეს ერთ-ერთი წამყვანი როლი ჰქონდა რომ ფარცხალაძე საერთოდ საქართველოს ფარგლებს გაცდა და საერთოდ უკვე ისეთ კორუფციულ სქემებში შევიდა რუსეთში წავიდა და ბიძინა ივანიშვილს აღარც კი ეკითხებოდა ისე ალაგებდა ტრანზიტს სანქცირებული ტვირთების იმიტომ რომ თვითონ მას ყავდა ფინანსურ პოლიციაში კადრები მაღალ თანამდებობაზე მას ყავდა გრიგოლი ლუაშვილი პარტნიორად რომელიც ნებისმიერ დროს დაურეკავდა თუნდაც ვლადიმერ ხუნდაძეს რომელიც საბაჟოს ერთპიროვნულად აკონტროლებდა და საერთოდ ისეთ ტვირთს გაატარებდა რომ ბიძინა ივანიშვილი ვერც ვერასდროს გაიგებდა და ანუ ჩათვალეს რომ მათ ხელში არის ძალაუფლება და ბიძინა ივანიშვილი აღარ არის აბსოლუტური ძალაუფლება და ეხა როგორ წარმოგვიდგენია კორუფციასთან ბრძოლა რო იყოს მართლა ის ეხა რასაც ჩვენ უყურებთ ხო არც ერთი მოქმედი თანამდებობის პირის წინააღმდეგ როგორ შეიძლება ანტიკორუფციულ თუ აი დაუშვა თეორიის დონეზე რომ სუში გადაწყდა რომ ანტიკორუფციული სააგენტო არის დამოუკიდებელი და მიუშვეს რომ აი ეხა ვინც კი კორუმპირებულია ყველა დაიჭირეთ და არც ერთი მოქმედი თანამდებობის პირი არ აღმოჩნდა, რომელიც კორუფციაში არის ჩართული და ყველა ყოფილი თანამდებობის პირია. ხო? ან კალაძე თუნდაც რომელიც ეხლა მოქმედი მერია, ვის წარმოუდგენია, რომ ენერგეტიკის სექტორში კორუფცია იყო, ინფრასტრუქტურაში, თავდაცვაში, ბაღებში, არ დარჩა სექტორი, სადაც კორუფცია არ იყო და თბილისის მერიაში არც ერთი კორუფციული ფაქტი არ გამოვლინდა, რომელიც უკავშირდება კალაძეს და ან მის მოადგილეებს და მას არ ეხებიან. ამიტომ ეს არის მოჩვენებითი და ფარსი და არის ნამდვილებში კლანებს შორის დაპირისპირება, რომელსაც კობახიძე და მისი კლანი წარმატებით და ზედმიწევნით ასრულებს, ხო, რაც სურს ბიძინა ივანიშვილს იმ დავალებებს ისინი ძალიან კარგად ასრულებენ. ესეც უნდა აღინიშნოს, მაგრამ კორუფციასთან ბრძოლა რეალურად უნდა დაიწყოს სისტემური ცვლილებებით, ინსტიტუციური განვითარებით, რაც ჩვენ ახლა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში 9 პუნქტიან გეგმაში ქონდა რეალურად უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც არა მარტო ყოფილი თანამდებობის პირების საქმიანობით იქნება დაკავებული, არამედ მოქმედ თანამდებობის პირებზე აწარმოებს საქმიანობას კორუფციულ თქვა დაინტერესებებთან დაკავშირებით და ექნება გამოძიების წარმოების შესაძლებლობა დამოუკიდებლად და მეორე მხრივ თუ არ გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო, ეხლა რამდენი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს რო გქონდეს და ყველა თანამდებობის პირზე რომ დადოს ეს თქვა კორუფციული ფაქტები, თუ სასამართლოში ეხლა ისევ კონტროლირებადი ვერტიკალი იქნება და კლანი იქნება, ამასაც აზრი დაეკარგება. ამიტომ კორუფციასთან ბრძოლა ინსტიტუციური განვითარებით არის ხოლმე და ხოლმე. მადლობა დიდი. ვასო ურუშაძე, ნაციონალური მოძრაობის ანტიკორუფციული მიმართულების დივანი იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ გვაქვს რეკლამა, რეკლამის შემდეგ დავით მჟავანაძე კოალიციას ცვლილებისთვის წევრი შემოგვიერთდება. აშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და ჩვენი შემდეგი სტუმარია დავით მჟავანაძე კოალიციას ცვლილებისთვის წევრი. მივესალმები მას. გამარჯობა თათო. მადლობა გადაცემაში მონაწილეობის და ჩვენ ვაგზავნებთ საუბარს ორ თემაზე. ეს არის ბრძოლა კორუფციასთან, რომელიც გამოაცხადა ხელისუფლებამ და აგერ დაჭერილი ყავ თავდაცვის მინისტრი, ახლა სუსის უფროსი დაიჭირეს, პრემიერ-მინისტრის საქმე არის აღძრული და დღეს გამოაცხადა ბრძოლა მაღალი ფასების წინააღმდეგ ირაკლი კობახიძემ. ამდენი წელია, რაზეც ახლა ოპოზიცია და ხალხი საუბრობს, რომ ჩვენთან უფრო მაღალი ფასებია ვიდრე ევროპაში პროდუქტებზე, არა და პირიქით უნდა იყოს, იმიტომ ისინი უფრო განვითარებული ქვეყნებია და მაღალი ხელფასებია. ამაზე ახლა თვითონ ავაპარაკდნენ და გამოაცხადა ეს ბრძოლა მაღალ ფასებთან და ფაქტობრივად სისხლის სამართლებრივი დევნით დაემუქრა ფაქტობრივად შეიძლება ითქვას სუპერმარკეტების თუ დისტრიბუტორების ქსელებს. რას ფიქრობ ამის შესახებ? რასთან გვაქვს ჩვენ ახლა საქმე? იქნება რეალურად უნდა პრემიერ-მინისტროს შეცვალოს ვითარება.
მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ხო, საბოლოო ჯამში ერთი ხაზი რაც არის, აქ უნდა ვთქვათ, რომ აღიარეს ის, რასაც აქამდე ვლაპარაკობდით, მედია, სამხალხო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიები, კორუფციაზე, მაღალ ფასებზე, მონოპოლიაზე ბაზრის და აი ამ ყველა პრობლემაზე, რაც ამ ქვეყანაში ცხოვრებას უძვირებდა და ემიგრაციას უზრდიდა ქართველებს. თურმე ყველაფერი ყოფილა სიმართლე. ოღონდ ამ რაღაცების ლაპარაკის გამო და ამ საკითხების გახმოვანების გამო აგენტების კანონი მიიღეს და აგენტების იარლიყი მოგვაწებას. ნუ ყოველ შემთხვევაში შეეცადნენ ამას და უცებ აღმოჩნდა რომ თურმე ყველაფერი სიმართლე არის. ეხლა ეს არის ერთი ნაწილი, მაგრამ მეორე ნაწილი არის ამის მოგვარებას თურმე როგორ აპირებენ და როგორ ფუთავენ ამ ყველაფერს. ხო, ეხლა ამ წუთას ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობს, ხო, სავარაუდოდ დატოვებენ პატიმრობაში და ვიცით როგორც თქვენ ჩამოთვალეთ, ყველა ყოფილი მაღალჩინოსანი თურმე თამს იღებდა, არეკეტებდა ბიზნესმენებს და სახელმწიფოს რესურსები ჰქონდა მიტაცებული და მაშინ როგორ მოხდა ისე რომ ისინი არიან მართლები და ისინი არიან ამ ქვეყნის სუვერენიტეტის დამცველები და ჩვენ ვართ თურმე უცხოეთის აგენტები და ამ ქვეყნის წვრები. რა თქმა უნდა, ეს რაც ხდება ეხლა, ეს არის შიდა კლანური ომი ქართულ ოცნებაში. არანაირი კორუფციასთან ბრძოლა ეს არ არის, შეუძლებელია კორუფციას ებრძოლოს ქართულ ოცნება, იმიტომ რომ ის არის ამას დაფუძნებული და მისი რეჟიმი არის დაფუძნებული იმ შავ ფულს და იმ რაღაც არაეგალურ შემოსავლებს, რომელიც ტრიალებს თლიანად ამ ქვეყანაში. ეს არის შიდა კლანური ომი. ეხლა ლილუაშვილის დაკავება რატომაც მოხდა, ამაზე სხვადასხვა ვერსიები არის. ჩემი ინფორმაციით რაც შემიძლია თქვა და რაც საჯარო წყაროებიდან შემიძლია დავადასტურო, მე არ გამკვირვებია ლილუაშვილის დაპატიმრება, იმიტომ რომ გასაგები იყო რაღაც დროებით გადავად და ასე ვთქვათ მისი თავისუფლება, მაგრამ ის ფული არ გადაიხადა. რასაც ბიზნესმენი მას ედავებოდა და ეს ხმები რაც გავრცელდა აი მისი ფულის ამოღების მცდელობის შესახებ ყველაფერი სიმართლე იყო და ეს ფული არ გადაიხადა. რატო არ გადაიხადა? მე როგორც გამიგია ეს ყველაფერი და როგორც ტრიალებს მის რაიონში ხმები, რომელიც ჩემი რაიონიც არის ამავე დროს მისი პასუხი და მისი აზრი იყო ის, რომ აზრი არ ქონდა, იმიტომ რომ თუ გადაიხდა იოანიშვილი მას მაინც დაიჭერდა. შესაბამისად, მან გარისკა, მე არ ვიცი ხა ეს რისკი ამდენად გამართლებული და რას ელოდება. მაგრამ მან გარისკა, რომ ფულს არ გადაიხდის, ურჩევნია ალბათ ციხეში ჩაჯდეს და როგორც ბაჩიაშვილმა არ გასცა თქვა კოდები და ბოლომდე იგზის, ამასაც ალბათ გონია რომ რაღაც დაელოდება, ოდეს ბიზნესი ხო აღარ იქნება ხელისუფლებაში და მე მას გონია რომ ამ ფულს შეირიგებს და ალბათ რაღაც მსგავსი გათვლა. ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ის ციხეში მოხვდა არის ის რომ არ გადაიხადა ის ფული და არ ითანამშრომლა ბიზნესთან და მეორე რა თქმა უნდა ის არის რომ კობახიძემ და მისმა კლანმა ამ შემთხვევაში დინარაძე, პაპუაშვილი და ეს ხალხი ვინც არის დაარწმუნეს ბიზნეს ივანიშვილი რომ გრიგოლ ლილუაშვილი არის დასაპატიმრებელი, დასაკავებელი და ამით კობახიძე კონკურენტებს იშორებს ივანიშვილის კარზე და ესეც ძალიან კაფეო ჩანს რომ ეს ინტერესი მას გააჩნია. ისიც უნდა ითქვას რომ ესეთი ინფორმაციას გავრცელდა რომ თავად ივანიშვილს შეექმნა ოჯახში პრობლემა, ასე ვთქვათ, აი ამ მისი ყოფილი თანაგუნდელების დაკავების გამო, მაგალითად ესეთი ინფორმაცია არის გავრცელებული რომ ბერასთანაც ჰქონდა მსგავსი, ბერას ჰქონდა ამასთან გარკვეული უთანხმოება იმაზე, რომ ამ ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, ქარსელაძეს, ამ ხალხს რო იჭერ, რომლებიც ჩვენი, ასე ვთქვათ, გარემოცულ წევრები იყვნენ, ყოველთვის თან ამას აკეთებ კობახიძის ხელით, რომელიც საერთოდ არ არის, ასე ვთქვათ, ჩვენი ნაწილიო, მომავალში როგორ უნდა გავაგზავნოთ თუ ასე ვთქვათ, არსებობა და ოპერირებაო, ხო? ეს წუხილი ქონდა და ვიცით, რომ მაგალითად ღარიბაშვილი ძალიან ახლობელი ადამიანი იყო. ბერას ხო ბავშვებს ემდა მისთვის ბერასო ცუდ კომენტარებს უწერდნენ და ანუ ეს უთანხმოება მას ოჯახშიც კი აქვს. ასეთი ინფორმაცია არის გამოსული, თუმცა მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ну რაღაცა ივანიშვილის პარანოია უფრო მძიმე არის, ვიდრე ეს უბრალოდ საღი აზრის ფარგლებში შეიძლება იყოს და კობახიძის გავლენაც უფრო მეტი არის ამ შემთხვევაში, რომელიც ამ შავ საქმეებს უსრულებს ყველაფერს. ანუ რო შევაჯამო ეს ნაწილი, ეს არის ქართული ოცნების უპრეცედენტო დასუსტების საკითხი კობახიძემ თქვა გუშინ ხაზ გავსვავ ჩვენ ამით უფრო გავძლიერდით. ხო, ეს რა თქმა უნდა მასე იტყვის. კონსოლიდირება მოხდაოდა. მართალია ეს ერთ ხელში ხდება კონსოლიდირება ხდება კონსოლიდირება და ერთი კლანის ან ერთი ხელის ქვეშ გაერთიანება რეპრესიების მართვის ქვეშ. არასდროს არ ყოფილა ივანიშვილის რეჟიმის მთავარი სიძლიერე. პირიქით, იქ დაბალანსებული კლანების პოლიტიკა თუ დაბალანსებული რაღაცა სექტორული პოლიტიკა რაც ჰქონდა ივანიშვილს როცა განაწილებული ჰქონდა, ღარიბაშვილის თავისი სექტორი ჰქონდა, ლილუაშვილის თავისი, იჟუაძეს თავისი, კალაძეს თავისი, ეს იყო მისი სიძლიერის განმაპირობებელი. არა რეპრესიები და შიში და დაშინება და სახში შევარდნები, მათ შორის ყოფილი ჩინოვნიკებთან, არამედ სარგებელი ყველას, თუმცა თავისიანებს რა თქმა უნდა და ასე შემდეგ. ანუ ეს იყო მისი სიძლიერის მთავარი წყარო და ეხლა რასაც აკეთებენ, გასაგებია რომ ეს გათვლა აქვს. თეორიულად შეიძლება ეს გამოვიდეს, მაგრამ რა ვიცი, არა აქვს ივანიშვილის ჩემი აზრით არც ამ ადმინისტრაციას კობახიძის ქვეშ და არც ივანიშვილის რეჟიმს ის რესურსი, რომ აი ამ მასობრივი წმენდის შემდეგ აბსოლუტურად უდანაკარგოდ გადაიაროს და პირიქით გაძლიერებული გამოვიდეს აქედან. სერიოზული პრობლემაა. ლეგიტიმაციის პრობლემა. არავის მას არ იღებს, არავინ არ უპირისპირდება, ყველა ესე თავი წახარა.
ხო, ეს შესაწირი. ხო, თვითონ ეს მაინც ახალია. ციხეში მიდიან ესე თავდახრილები. მე მგონი რომ ისევ შოქში არიან ჯერჯერობით, ისევ შოქში არიან, იმიტომ რომ ალბათ მაინც ვერ წარმოიდგენენ რომ ესეთი რაღაც დატრიალდებოდა მათ თავს, იმიტომ რომ ჯერ კიდევ 4-5 თვის წინ ესეთი მდგომარეობა არ იყო. ალბათ მალევე მოეგებიან გონს და მიხვდებიან რა მდგომარეობაში არიან და მათი ინტერესი გახდება და უკვე გამხდარი არის რომ ივანიშვილი, ანუ ჩვენზე უფრო მეტად ისინი იქნებიან დაინტერესებული რომ ივანიშვილი ხელისუფლებაში აღარ იყოს და სწორედ აი მსგავსი შიდა ბზარები არის ხოლმე მსგავსი რეჟიმების დასუსტების აი აუცილებელი წინაპირობა ჩვენს ოპოზიციურ წინამორბედობასთან ერთად. ამიტომ მაგ ყველაფერს ჩვენ აუცილებლად ვნახავთ. რაც შეეხება ეხლა ამ ფასების ამბავს ეს კობახიძის ასე ვთქვათ განცხადება რაც იყო თითქოს სუპერმარკეტები რომ დასაჯა და ხელი თითი დაუქნია და მან რაღაც პროკურატურას დაავალა გამოძიება. დიდი ბოდიში, მაგრამ ამ სუპერმარკეტების მფლობელები ვინები არიან შემთხვევით ხო არ იცის ხალხმა და ხო არ შევახსოვოთ მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე დიდი სუპერმარკეტი რომელიც ქართული ბაზრის 20%-ს იკავებს. ეს არის ორი ნაბიჯის მაღაზიათა ქსელი, ან მისი მაღაზიები არის მთელი ბაზრის 20%. ყველგან არის ფაქტობრივად. ყველგან არის და რომელიც აი ეს ფასები იქაც იგივენაი არის ფაქტობრივად, ხო, რასაც კობახიძე აღწერს. ამ ორი ნაბიჯის სუპერმარკეტების 33%-ს ფლობს კახა ბექაური. კახა ბექაური, რომელიც იყო ჯერ თავის დროზე მაესტროს დირექტორი, მე იყო მედია მენეჯერი. ინფოცხას დირექტორი იყო ბიზნეს ევანიშვილის არქის, 2014 წელს გახდა კომუნიკაციების კომისიის წევრი, 2017 წელს გახდა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე და ის არის ასე ვთქვათ ერთ-ერთი აი რაღაც რეპრესიული აპარატი ბიზნეს ევანიშვილის ხელში, ხო ვიცით რომ აჯარიმებს რაღაცა ოპოზიციურ მედიებს, ზღუდავს ყველა იმ ორგანიზაციას და კომპანიას, რომელიც არის კრიტიკულად განწყობილი ხელისუფლების წინააღმდეგ და ეს კაცი არის 33% წლის ფლობელი ორი ნაბიჯის მაღაზიათა ქსელის. ამ კაცს ბოლო წლების განმავლობაში 2020-2024 წლებში მხოლოდ ორი ნაბიჯის მაღაზიათა ქსელიდან დივიდენდის ან მოგების სახით აქვს მიღებული 45 მილიონი ლარი. პერსონალურად მას გარდა ამისა ის ფლობს რაღაც 22 ბინას, 13 მიწის ნაკვეთს, 7 მანქანას, დაახლოებით 2 მილიონი ლარის ღირებულების 7 მანქანა ყავს. რა ვიცი, აშენებს რაღაცა გოლფის სტადიონებს ეზოში და ასე შემდეგ. ანუ ეს ქართული ოცნების დროს აღზევებული ადამიანი, ხო, ერთი ჩვეულებრივი მედია მენეჯერი იყო. აბსოლუტურად, ერთი ჩვეულებრივი მედია მენეჯერი. საერთაშორის დროს ოპოზიციური არქის 20,000 ლარია ხელფასი. ხო, დირექტორი იყო. ივანიშვილმა დანიშნა ჯერ თანამდებობაზე, სადაც 20,000 ლარია ხელფასი მისი. კი. მერე აგერ ახლა წილებით შეუძენია ორი ნაბიჯის. აქედან მილიონებს შეულობს და ახლა კობახიძე გამოდის და ვისი ლაპარაკება კობახიძე? აი ძალიან საინტერესოა. კატალოგი გასუპირებს ამ ხალხს. აი გარდა გვაუწყეს ახლა ეგ ბექაური ერთია და დანარჩენი ყველა სუპერმარკეტის უკან ვინც დგას, უმეტესობას აქ ფულებს წირავს ქართულ ოცნებას. ქართულ ოცნებას ყოველ წელიწადს უხდიან ფულს. კი. ასეულ ათასობით ლარს. კი. ამ ხალხს რატო დაესხა თავს კობახიძე? ხო, იმიტომ რომ ეს თემა, ან ნახეთ, კობახიძე საკითხის შემდეგნაირი ის კობახიძე ისე ფუნქციონირებს და ისე მოქმედებს, თითქოს ახალი ხელისუფლება არის, თითქოს რაღაც წარსულში ჩაბარდა ეს. ოპოზიცია იყო. თითქოს ოპოზიციაში იყო, მოვიდა ხა ხელისუფლებაში და თურმე კორუფციას ებრძვის, თურმე ფასები ყოფილა ძვირი ამ ქვეყანაში და ეს უნდა აღმოხვრას, ანუ ისე იქცევა. თითქოს მისი ბრალი ეს ყველაფერი არ არის, თითქოს რაღაცა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ მისმა პარლამენტმა არაერჩია ბექაური, თითქოს ეს ორი ნაბიჯის მაღაზიათა ქსელი გუშინ გადმოიფორმა და 7 წელია მის ფლობელობაში არ არის ამ ხელა სუპერმარკეტების ქსელი, ხო ესე? ანუ ეს არის უბრალოდ პოპულისტური იაფასიანი განცხადება, რომ თითქოს ეხა მოაგვარებით, თან ვის დაავალა? პროკურატურას დაავალა ფასების მოგვარების პროცესი იმაში სუპერმარკეტებში, ხო? პროკურატურა რა შუაში არის? აქ უპირველესად შუაში არის ის კორუფციული გარიგებები, კარტელური გარიგებები რო ახსნა. კი, კარტელური გარიგებები არსებობს, თუმცა კარტელური გარიგებები არსებობს მაგალითად კახა ბექაურსა და ბიძინა ივანიშვილის და ქართულ ოცნებას შორის, რომლებიც ერთი ორგანიზმი არიან რეალურად და იმან იცის ფასში უნდა შემოიტანოს და როგორ უნდა გაყიდოს და ესენიც ამ სასათბურე პირობებს უქმნიან, ხო ესეა? ანუ რაღაცა ისე იქცევა თითქოს მე გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი არის თუ კორუფცია ასეთი მასშტაბის იყო, ამდენი ختამი აიღო თურმე ლილუაშვილმა, ღარიბაშვილმა, ბურჭულაძემ, ეს კორუფცია პირდაპირ აისახება საქართველოში ფასების ზრდაზე. მაგის მიზეზი არის პირდაპირ, ანუ იმ გადასახადების გარდა რაც არის, ხო, აქ არის, უნდა გავიხსენოთ გადასახადების ტვირთი ამავე დროს ამ ხელარი ამ ქვეყანაში 20% შემოსავლო, 18% DGG, 12% აქციზის გადასახადი. მაგალითად, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ 3 ლარი როღის ბენზინი, ამ 3 ლარიდან 1 ლარი არის აქციზის და იმპორტის გადასახადი. ანუ მხოლოდ აი 30% მთელი ამ ღირებულების მიდის ბიუჯეტში, იმიტომ რომ ეს ჭირდება ივანიშვილის ხელისუფლებას აკუმულაციისთვის ამ თანხების, ხო ესეა? ესეც აწვება ამ პროდუქტებს. გარდა ამისა, რაღაცა ეს ქონების გადასახადი, ნებისმიერ ეს გადასახადი ხო ტვირთი არის. აი ეს 86%-იანი მოგება არისო, რო თქვა. ამ 86%-ში რამდენი არის სახელმწიფოს მიერ
გადასახადები დაწესებული, საბანკო მომსახურება რამდენია. აი მაგალითად 86%-ით ძვირდებაო პროდუქცია. ხო, ოღონდ 86%-ში. საზღვრიდან მარკეტამდე. კი, ოღონდ ის არ ცალსაკე კი არ ჩაშალა, რამდენი არის DGG-ს წილი. ამ 86-ში 18% არის პირდაპირ DGG. აი პირდაპირ შეგვიძლია ეს გამოვაკალოთ და მე დარჩენილი პროცენტებზე ვიმსჯელოთ, ხო, რამდენიც გამოდის 70%, 78%, ხო? ამის გარდა ეს თქვა საბანკო სესხები იმ ევროპაში საბანკო სესხი არის 2-3%-ში, ხო ესეა? საქართველოში არის 13-15%-ში. ეს რო გაძვირებულია საბანკო სესხი, ეს არის ეროვნული ბანკის დამსახურება და ამათი ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურება. შესაბამისად, ამის გადახდა მათ შორის ბიზნესს უწევს. რაც უნდა ცუდი ან კარგი ბიზნესმენი იყოს, ეს ხარჯად რჩება. გაიზარდა აგრეთვე უძრავი ქონების ფასი. ხო ისე, იმიტომ რომ ყველა დეველოპერი არის ქართული ოცნების, რავი, ივლიანი წულაიას არქიდან დაწყებული, რავი, ჰაიდელბერგი ცემენტი დამთავრებული, რომელიც აგრეთვე ივანიშვილის და რუხაძის არის, ესეც ივანიშვილის ხელში არის მთლიანად. გაიზარდა უძრავი ქონების ფასები, შესაბამისად გაიზარდა ბიზნესისთვის გადასახადი ამ მიმართულებით. ანუ ამ რაღაცებს საცაკი არ შლის. ამიტომაც, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად პოპულისტურია, იგივე გააკეთა ხარიბაშვილმა 2 წლის წინ. ეხაც იგივეს ამბობს კობახიძე, ეს განცხადება დარჩება განცხადებად. უბრალოდ რა ვიცი, ვიღაცებს ალბათ აშინებენ, რომ დაგარეკეტეთ და რაღაცა ფულის ამოღება შეეცდებიან. ერთი კიდე რას უნდა დავამატოთ ამ ამბავს, აი სუპერმარკეტებში ფასები გაიზარდა და თუმე ამას დარეგულირება სჭირდება. სახელმწიფო სერვისების ფასები რატო გაიზარდა? ანუ რატო გაორმაგდა? ერთ საინტერესო კითხვაა. ხო, რატო გაორმაგდა? ხალხს ზრუნავთო ფასები გაიზარდაო და იუსტიციის სამინისტროში ყველაფერი იუსტიციის სახლში ყველაფერი გაორმაგდა. აუ უბრალოდ კი გაორმაგდა 30 ლარი გახდა 65 ლარი პირადობა. პასპორტის აღება გახდა 150 ლარი, დაჩქარებული კიდე 300 ლარით. მაგას მანქანის გადაფორმება ღირდა 100 ლარი გახდა 250 ლარი. ანუ რატო გაორმაგდა ეს ყველაფერი? ეს ხო სახელმწიფოს ეს ხო ბიზნესმა ხო ეს ხო ბიზნესმა ესეც ხო მათ გააკეთეს. აი მათ შორის ავტოსატრანსპორტო ჯარიმებიც გაორმაგდა, ისე რომ არც ინფრასტრუქტურა გაუმჯობესებულა. იმ ბასლაინებზე ვინ დადის? შემთხვევით ბექაუდიშარია ხო არ დადის იმ თავისი ლიმუზინით თუ რაღაც უცნაური მანქანა რო ყავს. ანუ ან თვითონ ქართული ოცნების წევრები ხო არ არიან ისინი, რომლებიც წამხალისებლები არიან აი ამ წესების დარღვევების და დაუსჯელობის სინდრომი ხო არის შემთხვევით, რაც იწვევს ჯარიმების ზრდას, ხო? ანუ თვითონ რაც მათ დაქვემდებარებაში იყო, მასზე გაორმაგდა უპირველესად მომსახურების საფასური და ღირებულება ამ სერვისების და სუპერმარკეტები რატო არის ამ შემთხვევაში უპირველეს გამოწვევა? ხო შემთხვევით კავშირში ხო არის ეს ყველაფერი ერთმანეთთან. რა თქმა უნდა, იაფასიანი პოპულიზმი არის, ტყუილი არის, რა თქმა უნდა. ვერ მოგვარდება. ეს პრობლემები ვერ მოგვარდება, იქამდე სანამ ქართული ოცნება იქნება, იმიტომ რომ მათი ასე ვთქვათ რეჟიმი არის დაფუძნებული მთლიანად აი ამ რაღაცა ერთის მხრივ კორუფციას, მეორეს მხრივ რაღაცა რეპრესიულ პოლიტიკას, მესამეს მხრივ აი ამ კარტელურ გარიგებებს. რეალურად რომელი გარიგებების შემოქმედებიც თავად არიან უპირველეს ყოვლისა. გასაგებია. მადლობა დიდი განაცემაში სტუმრობისთვის. დავით ჟავანაძე იყო ჩვენ სტუმარი, კოალიციას ცვლილებისთვის წევრი. ასეთი იყო დღევანდელი განაცემა რეზიუმე. მე გეშდობით 1 საათით 9:30-ზე დაგიბრუნდებით.